სტეფანი და ქრისტინი ძველი მეგობრები არიან. 2019 წლის 6 ოქტომბრის ღამეს ბუდაპეშტში ერთობიან, როცა ორ უცხო მამაკაცს ჯუნიორს და ჯეისონს ხვდებიან. პირველი შეხედვიდანვე ჩანს, რომ ჯუნიორსა და ქრისტინს შორის ქიმია ჩნდება. იმდენად, რომ ჯეისონი და სტეფანი შუამავლებად იქცნენ და ცდილობდნენ მათთვის ხელი არ შეეშალათ. რამოდენიმე საათის შემდეგ ოთხივენი შავ ნისანში სხედან და ჯეისონის სახლში მიდიან. სახლში შესვლისთანავე თითქოს შეთანხმებულად ჯეისონი და სტეფანი ოთახიდან ქრებიან და ქრისტინს და ჯუნიორს საძინებელში მარტო ტოვებენ. დაახლოებით დილის 5 საათზე ჯუნიორი გოგოებს ეუბნება, რომ ამ ტიპს, ჯეისონს, ჩვენი აქ ყოფნა აღარ უნდა და უნდა წავიდეთო. რაზეც გოგოები მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ ჯუნიორი და ჯეისონი მეგობრები არ არიან და იმ საღამოს გაიცნეს ერთმანეთი. გოგოები დაბნეულების ხდებიან მანქანაში. ჯუნიორი საჯასთან ჯდება, მაგრამ რამდენიმე უშედეგო ცდილობის შემდეგ აღმოჩნდება, რომ მექანიკის მართვა არ იცის. ქრისტინი და სტეფანი ერთმანეთს უყურებენ. თუ მართვა არ შეუძლია, მაშინ ვისია ეს მანქანა? ეს კითხვა მაშინ მხოლოდ დაბნეულობას იწვევს, მაგრამ მალევე სრულიად სხვა მნიშვნელობას შეიძენს, რადგან რამოდენიმე საათის შემდეგ შავ ნისანში მსხდომი სამი ადამიანიდან პირველს საკუთარ ბინაში პოულობენ გარდაცვლილს. მეორე ქსეროქსის რიგში დგას სისხლიანი და წელზე მოჩიშველი, ხოლო მესამეს წარმოდგენა არა აქვს, რა მოხდა წინა ღამეს. უედ ვილსონი 1994 წლის 20 მაისს დაიბადა. მისი ცხოვრება თავიდანვე რთული იყო. მშობლები თავად ბავშვები იყვნენ, 14 და 15 წლის თინეიჯერები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ საკუთარი შვილისთვის სტაბილური გარემოს შექმნას. დედა ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული და მძიმე მენტალური პრობლემებით იტანჯებოდა. მამა კი საერთოდ არ მონაწილეობდა უეიდის აღზრდაში. ბავშვი მალევე იშვილა ოჯახმა, რომელიც უეიდის ბიოლოგიურ დედასთან ერთად ერთ ეკლესიაში დადიოდა. სწორედ ამ ოჯახმა მისცა მას გვარი ვილსონი, გვარი, რომელიც რეალურ მშობლებს არაფრით უკავშირდება. ეს იყო მორწმუნე, ფინანსურად სტაბილური ოჯახი, სადაც უეიდმა 13 წლამდე სრულიად ნორმალური ბავშვობა გაატარა. მასზე ამბობდნენ, რომ 7 უპრობლემო ჩვეულებრივი ბიჭი იყო. მაგრამ 13 წლის ასაკში რაღაც მკვეთრად შეიცვალა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ უეიდს ამ დროს პირველად ჰქონდა შეხება ნარკოტიკებთან. და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ქცევის მოულოდნელი და შემაშფოთებელი ტრანსფორმაცია. მისი და იხსენებს ერთ ეპიზოდს, როცა უეიდისთვის თმის შეჭრას ცდილობდა და მას სვიტერი ეცვა ყელით და მისი დაეუბნება, რომ გაიხადე, რომ თმა სწორად შეგჭრა. და როცა უეიდი სვიტერს იხდის, მისი და ხედავს კანზე დასტეპლერებულ მაისურს, რომელიც უეიდს აცვია. მოკლე კლავით მაისური, რომელიც კანზე ჰქონდა დასტეპლერებული. დროთა განმავლობაში უეიდი სულ უფრო აგრესიული ხდებოდა უფროსების მიმართ, განსაკუთრებით კი ქალების მიმართ. მასწავლებლების, თანაკლასელების, ნებისმიერი ქალის, ვინც ავტორიტეტს წარმოადგენდა მის ცხოვრებაში. პარანოიაც ძლიერდებოდა. ფარდები უნდა ჩამოფარებული ჰქონდა, დარწმუნებული იყო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა და მისი ოთახი ბნელ ჩაკეტილ სივრცედ აქცია. 18 წლის ასაკში უეიდი პირველად შეხვდა თავის ბიოლოგიურ მამას. ეს შეხვედრა თითქოს პასუხების პოვნის, საკუთარი თავის პოვნის შანსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში მათი ურთიერთობა პარაზიტულ სიმბიომად იქცა, სადაც უეიდს მხოლოდ ფინანსური ინტერესი ჰქონდა ბიოლოგიური მამის მიმართ და მხოლოდ მისთვის რთულ სიტუაციაში უკავშირდებოდა. ხოლო მამამისი დანაშაულის გრძნობის გამო დახმარებაზე უარს არ ეუბნებოდა. მართალია უეიდ ვილსონის ბავშვობის ისტორია თავიდანვე რთული იყო, მაგრამ მოგვიანებით ის იქცა რეალურ ნარატივად, სადაც ნელ-ნელა ჩნდება აგრესია, პარანოია, თვითდაზიანება და გაურკვეველი შეში. სწორედ ამ ბნელ ფონზე იწყება დღევანდელი ამბავი, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი და არა მხოლოდ მისი ცხოვრება. 2018 წელს West Palm Beach-ში მცხოვრები კელი გაცნობის საიტზე იცნობს მამაკაცს, რომელიც თავს სტივენს უწოდებს. მაგრამ კელიმ ჯერ არ იცის, რომ ეს უეიდ ვილსონის მეორე სახე, უეიდ სტივენ ვილსონი. ურთიერთობა სწრაფად ვითარდება. სულ რაღაც ერთ თვეში, არ ვიცი როგორ ახერხებს, მაგრამ უეიდი კელის სახლში გადის. თავიდან ყველაფერი იდეალურად ჩანს. კელის ბევრი შინაური ცხოველი ყავს, ცხოველებთან სხვადასხვა ზოოპარკებში მუშაობს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორ მიიღებდნენ განსაკუთრებით მისი
ცხოველები ძაღლები უეიდს. და რადგან მის ძაღლებს ძალიან მოეწონათ უილსონი, ეს კიდევ ერთი დიდი პლუსი იყო კელისთვის. თუმცა სიმშვიდე დიდხანს არ ნარჩუნდება. ერთ დღეს კელის ლეპტოპი უჩინარდება. კელი მთელ სახლს ატრიალებს, მაგრამ ვერ სარგებლობს. რადგან ძებნას არ წყვეტს, ბოლოს უეიდი გამოუწყდება და ეუბნება, რომ ლეპტოპი მან მოიპარა და ჩააბარა, რადგან ფული სჭირდებოდა. როგორც ვხვდები ნარკოტიკებისთვის, რადგან 18 წლის ასაკიდან კოკაინზე იყო დამოკიდებული, კელის ბოდიშეპს უხდის, რომ არასდროს არაფერი მსგავსი აღარ გამეორდება, მიყავს კიდეც იმ მაღაზიაში, სადაც ლეპტოპი ჩააბარა, იბრუნებენ კომპიუტერს. მოკლედ, ეს იყო პირველი შემთხვევა კელისთვის, როცა კითხვები უჩნდება უეიდის მიმართ, მაგრამ თვითონ როგორც ამბობს, ძალიან ესეთი მომენტია, როცა 1.90 კაცი მუხლებს ეცემა შენს წინაშე, ტირილს იწყებს და ბოდიშეპს და პატიებას გთხოვს და კელი მას გადაწყვეტა, რომ კიდევ ერთი შანსი მიეცა უეიდისთვის. მალე კელის მეგობარი გოგო, რომელმაც ბინა დაკარგა და იმ დროს სულ რაღაც 18 წლის იყო, დროებით მასთან გადადის საცხოვრებლად და უეიდიც, რომელსაც საოცარი შარმი აქვს, საჭოდ მალე ძალიან ახლო ურთიერთობაში შედის კელის მეგობართან. იმდენად ახლოს, რომ კელი საკუთარ სახლში თავს უცხოდ გრძნობს. სახლში, სადაც თავისი კეთილგანწყობით ორი ადამიანი შეიქმნა. 2018 წლის 5 დეკემბერს სიტუაცია სრულიად ირევა. უეიდი და კელის მეგობარი ლეკვებს იპარავენ, რათა ონლაინ გაყიდონ და ფული გააკეთონ. მაგრამ ძაღლების პატრონის შემთხვევით ნახულობს ონლაინ პოსტს, მგონი Facebook-ის ერთ-ერთი ჯგუფი იყო, სადაც ფოტოები ატვირთეს, რომ ამ ლეკვებს ყიდიან და საინტერესო იყო, რომ კელის სახლში ჰქონდათ და ეზოში და კარში შესასვლელში გადაღებული ეს ფოტოები და ბევრი რამის ნახვა და ამოცნობა შეიძლებოდა ამ ფოტოებზე და ამ ლეკვების მეპატრონე როგორც ვხვდები, როგორც მყიდველზე უკავშირდება ამათ და პირდაპირ კელის მისამართზე მოდის. და რა თქმა უნდა, პოლიციაშიც საჩივარს წერს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ უეიდი და კელის მეგობარი მოხვდნენ პოლიციაში, უეიდი კელის თხოვს, რომ დანაშაული თავის თავზე აიღოს. რადგან როგორც აღმოჩნდა, უეიდს უკვე ქონია პოლიციასთან შეხება, რის შესახებაც იმ დრომდე კელიმ არაფერი იცოდა და რადგან უკვე ჩანაწერები ჰქონდათ პოლიციაში უეიდზე, კელისთვის უფრო იოლი იქნებოდა, რადგან იქამდე არ ქონია სამართალ დარღვევა დაფიქსირებული, უფრო იოლი იქნებოდა, რომ მსგავსი სიტუაციიდან გამოსულიყო, როგორც უეიდმა უთხრა, სულ რამდენიმე საათის გატარება მოუწევდა ალბათ პოლიციაში და სულ ეს იქნებოდა მაშინ, როცა უეიდისთვის შეიძლება ეს უფრო რთული შედეგით დასრულებულიყო, ამიტომ კელის სთხოვა, რომ თავის თავზე აიღო დანაშაული, რასაც კელი თავიდან უარს ეუბნება, მაგრამ უეიდი ემუქრება, რომ მის ძაღლებს რაღაცას დაუშავებს და ვეღარ ნახავს თავ ცხოველებს კელი ვეღარასდროს და ამ უქარის ქვეშ იძულებულია, რომ დასთანხმდეს და მიდის პოლიციის გაყოფილებაში, უფრო სწორად უეიდს და კელის მეგობარს მანქანით მიყავთ კელი პოლიციის განყოფილების წინ ტოვებენ და კიდევ ერთხელ უმეორებს უეიდი, რომ არაფერი სერიოზული არ მოხდება. მაგრამ იცით სერიოზული რა მოხდა. რასაც კელი ნამდვილად არ ელოდა, სანამ უეიდის დანაშაულისთვის ციხე შეიჭრა. უეიდი და კელის მეგობარი სახლიდან, რომლის კარიც კელიმ უანგაროდ გაუღო ორივეს, ყველაფერს იპარავენ და გარბიან. თუმცა როგორც ჩანს, ფული დიდხანს არ იყო, უეიდს დეკემბრის ბოლოს ისევ ურეკავს კელის და დაბრუნება მინდაო, რაზეც კელი ავტობუსის ფულს უხდის, სახლში მიყავს და შემდეგ პოლიციას იძახებს. უეიდს აკავებენ, მაგრამ პოლიციიდანაც ურეკავს კელის და გამოყვანას თხოვს. ბოდიშს უხდის, ტირის და საჩივრის გატანას თხოვს. მე როგორც ხვდები, კელის ეს მომენტიც ჰქონდა, რომ თავიდან უხდებოდა, რომ მსგავსი დანაშაულის გამო დიდი ხნით არ მოუწევდა უეიდს ციხეში დარჩენა, ამიტომ მისი შიში ჰქონდა, რომ შემდეგ რა მოხდება, როცა გამოვა ციხიდან, ამიტომ რაც ვთქვათ, გარიგების მსგავსდებს უეიდთან, რომ გამოვიდან საჩივარს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა დამთავრდა, არაფერი საერთო აღარ მინდა მქონდეს, შენთან აღარ მინდა რომ გნახო. თავიდან უეიდიც თანხდება, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ აზრს იცვლის და რა თქმა უნდა ისევ აკითხავს კელის სახლში, უფრო სწორად სახლის წინ არის ქუჩაში, კელი მის მანქანაში ჩასმას ცდილობს, რაზეც კელი უარს ეუბნება და უეიდი მანქანით გადავლას ცდილობს. კელი ეცემა და შემდეგ უეიდი ძალით ტენის მას მანქანაში, სადაც უკვე მის დახრჩობას ცდილობს, დანით ემუქრება, ტანსაცმელს აჭრის დანით, სექსუალურად ძალადობს და ბოლოს მანქანის უკანა სავარცხელზე აბამს, სანამ თვითონ კელის ტელეფონის გასაყიდად არ მიდის, $50 ყიდის, სანამ კელი მანქანის უკანა სავარცხელზე ყავს შიშველი დაბმული
და შემდეგ ღამის 2 საათზე სხვა ქალს სახელად კორტნი ხვდება და კელის მანქანაში ტოვებს. რაღაც პერიოდის შემდეგ კელი თავის დახსნას ახერხებს და მაშინვე მიდის პოლიციაში რამოდენიმე საათის შემდეგ. როცა მარტივად შეიძლება დნმ-ის და სპერმის კვალის დადასტურება და ძალადობის დადასტურება, თუმცა სამწუხაროდ პოლიცია არაფერს არ აკეთებს. უпростоრად კი იბარებენ Waits გასაუბრება, დაკითხვა არ ქვია. სამას უფრო გასაუბრება ქვია, იმიტომ რომ ამ ვიდეოს რომ უყურებ დეტექტივის, ვისაც ეს საქმე, ვისაც კელის საქმე ებარა და Waits ძმაკაცურ გასაუბრებას, ეს დაკითხვა არ არის. ანუ როგორ გითხრათ, როგორ მთავრდება ეს ცით დაკითხვა, რომ ბოლოს Wade დეტექტივს დუდს ეძახის. ანუ ჩემი ძმა რო დაუძახოთ დაკითხვას დაახლოებით. დაახლოებით ასეთ ნოტაზე მთავრდება Wade-ის დაკითხვა. და კელი საუბრებიან, რომ იცი რა, შენი სიტყვა Wade-ის სიტყვის წინააღმდეგ მოწმე არ გყავს და საქმეს ხურავ. იმ პერიოდში, როცა კელისთან ურთიერთობაში იყო და მე მასთან ცხოვრობდა 2018-ში, კელი ერთადერთი არ იყო, ვისთანაც ურთიერთობაში იყო Wade. 26 წლის კორტნი, ასევე ფლორიდიდან, რომელიც მეზობელ ქალაქში ცხოვრობდა, იყო ის გოგონა, რომელსაც იმ ღამით შეხვდა, როცა კელიზე იძალადა და ის იქვე მანქანაში ყავდა დაბმული და როგორც ირკვევა, კორტნისთან ურთიერთობა ჰქონდა უკვე სექტემბრიდან. უკვე იმ პერიოდიდან მოყოლებული, როცა კელისთანაც იყო ურთიერთობაში. თუმცა საინტერესოა, რომ კორტნისთან უფრო მიმოწერები ჰქონდა, კორტნიც ონლაინ გაიცნო დეითინგ ეპში და უფრო მიმოწერები ჰქონდა, ძირთად უფრო პარკებში ხვდებოდნენ ერთმანეთს, რადგან Wade პერსონალური მწვრთნელი იყო და ხშირად ჰქონდა რაღაც ასეთი კურსები გაშლილ სივრცეში სხვა პარკებში. თუმცა რაღაც პერიოდი ცხოვრობდა კიდეც კორტნისთან, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდა. ეს ამბავი ვფიქრობ ეს პერიოდია, როცა კელისგან წამოვიდა, თუმცა კორტნის საკუთარი ბინა არ ჰქონდა, თავის დასთან ცხოვრობდა და Wade-იც იქ შეიფარა, არ ვიცი. როგორ უნდა არ ვიცი როგორ უნდა მოახერხო, რომ თვითონ კორტნი და შემდეგ კორტნის დაც დაარწმუნო, რომ სრულიად უცხო ადამიანი, რომელსაც რამოდენიმე კვირა თუ თვე ალბათ იცნობს და რამოდენიმეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, დასთანხმდნენ, რომ შენთან იცხოვროს, მაგრამ შემდეგ კორტნის და მის დას შორის კამათი ხდება, მათი ურთიერთობა იძაბება, რის გამოც კორტნის სახლის დაკავება უწევს და ნუ რა თქმა უნდა, Waits-საც, თუმცა დიდად არ განიცდის ამ ამბავს, როგორც კორტნის ეუბნება, საკმაოდ დიდი სამეგობრო წრეყავს და ამ ქალაქშიც იცნობს რამოდენიმეს, ვისთანაც შეუძლია რომ დარჩეს. მოკლედ, აღარ იყო შესაძლებლობა, რომ კორტნის ხარჯზე ეცხოვრა, ამიტომ ახალი მსხვერპლის მოძებნა იყო საჭირო. უკვე 2019 წლის გაზაფხულის პერიოდი გვაქვს. დიდხანსაც არ გაგრძელებულა ეს ძიება. მარტის თვეში კარნავალზე იწყებს მუშაობას, პიცას ყიდის, როცა კრისტოფერს იცნობს. კრისტოფერიც კარნავალზე მუშაობს და თავის ვენში ცხოვრობს, მანქანაში ცხოვრობს. როგორც აღმოჩნდა, Waits თავისი შარმის გამოყენება კაცების მიმართაც ისევე წარმატებით შეუძლია, როგორც ქალების მიმართ, რადგან 2 კვირის შემდეგ კრისტოფერის ვენში გადადის საწყობი. აქაც ისტორია იგივე პრინციპით ვითარდება, როგორც წინასწარ დაწერილი სცენარებით. პირველი რამოდენიმე კვირა ყველაფერი იდეალურად მიდის, იმ საღამომდე, როცა Wade გადაწყვეტს, რომ ნარკოტიკები სჭირდება დასამშვიდებლად თუ ხასიათზე მოსასვლელად, მაგრამ დამშვიდების ნაცვლად პანიკა იწყება. არ ვიცი რა იყო იმ ნარკოტიკებში, როგორც კრისტოფერ თვითონაც ყვება, არ ვიცი რა მიიღო, მაგრამ როგორც ყვება, ხამით ეღვიძება და ხედავს Waits, რომელიც ზემოდან აზის საწოლზე, დანით ხელში და ისტერიკა აქვს. აშკარად ჰალუცინაციები აქვს. გონია რომ ვიღაც სახლში შემოჭრას ცდილობს და ყვირის რომ ყველას დახოცავს, ვინც მიუახლოვდება. კრისტოფერ რა თქმა უნდა მის დამშვიდებას ცდილობს, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო ღიზიანდება, სცემს, ყველაფერს ლეწავს ვენში და გადის. სადღაც ამ პერიოდში კელი იწყებს TikTok-ზე თავისი ისტორიის მოყოლას. ეს პერიოდია, როცა TikTok-ი ძალიან პოპულარული ხდება, ყველას TikTok-ი აქვს და ყველა ვიდეოების ჩაწერას იწყებს და ასევე კელიც პოლიციაში ვერ დაეხმარნენ თქვა რა, არ დაეხმარნენ და გადაწყვიტა, რომ ეს საჯაროდ მოეყოლა თავისი ისტორია, რომ იქნებ ვინმე სხვას დახმარებოდა, ვისთანაც Waits ურთიერთობა ჰქონდა, რომ გაეფრთხილებინა სინამდვილეში რა საფრთხეს წარმოადგენდა Wade და მის ვიდეოებს ნახულობს Wade-ის ბიოლოგიური მამა, რომელიც კელის უკავშირდება და ეუბნება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არ გაეგაროს თავის შვილს. არ შეურიგდეს, არ დაეკონტაქტოს. რაც არ უნდა გააკეთოს, რაც არ უნდა თქვას და მიწეროს Wade-მა, რადგან უკვე გაუკეთებია მსგავსი რამ სხვა ქალებისთვისაც, ის რაც კელის გაუკეთა და დარწმუნებულია, რომ კიდევ გაიმეორებს.
ეს იყო მამამისის ზედა. 2019 წლის ივნისში კელი ასევე იღებს სრულიად უცნობი ადამიანისგან შეტყობინებას, რომელიც დახმარებას თხოვს. მისი მეგობარი, სახელად მილა, უეიდს ხვდება, კელის ვიდეოებიდან იცნო უეიდის ფოტო და კელის დახმარებას თხოვს, რომ მილა როგორმე უეიდს ჩამოაშოროს, რომ თუ თავის ისტორიას მოუყვება და მიწერს, იქნებ როგორმე დაეხმაროს. მაგრამ მილას და უეიდის ურთიერთობაც უკვე ამ ეტაპზე პრობლემატური იყო. რა თქმა უნდა, მილაზეც იძალა და არაერთხელ მუდმივად ემუქრებოდა და ურთიერთობაში დარჩენას აიძულებდა. როგორ გითხრათ, დაახლოებით 6 თვიანი ურთიერთობა ჰქონდა მილასთან და ამ 6 თვიდან 3 თვე ციხეში იჯდა უეიდი. ასე მოვდივართ 2019 წლის 6 ოქტომბრის კვირა საღამოს. უეიდი ახალგამოსულია ციხიდან, მილა და მისი ბავშვობის მეგობარი ემა ბუდაბარში ხვდებიან ერთმანეთს. უეიდიც იქაა, როცა მილა და უეიდი რაღაცაზე ჩვეულებრივ კამათს იწყებენ, ჩხუბს იწყებენ, როგორც ემაყვება ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა და ასე ვთქვათ, ცდილობდა რომ ცოტა ხნით დაეშორებინა ეს ორი ერთმანეთს, მოგოები ერთად დარჩნენ და უეიდი ასე ვთქვათ, სუფთა ჰაერზე გავიდა. გონიათ რომ რაღაცა ცოტა დამშვიდდება და შეიძლება აღარც დაბრუნდეს და ასეც ჯობია. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, როცა უკვე სახლში წასვლა უნდა და პარკინგზე გამოდიან, ხედავენ უეიდს, რომელიც ვიღაც უცხო ხალხთან ერთად მილას შავ ნისანში ჯდება და მიდის. მილას და ემას მანქანის გარეშე ტოვებს ბარის პარკინგზე. მანქანაში ისყედან ჯეისონი, სტეფანი, კრისტინი და ჯუნიორი, იგივე უეიდი. სტეფანი და კრისტინი მეგობრები არიან, გოგოები მეგობრები არიან და ერთად მოვიდნენ ბარში. ჯეისონს და ჯუნიორს იგივე უეიდს რაც შეეხება არ იცნობენ ერთმანეთს. მე როგორც ვთქვი, უეიდს მძღოლი სჭირდებოდა, რადგან თუ გახსოვთ მექანიკის მართვა თვითონ არ შეეძლო და ამიტომ მიდიან ჯეისონის სახლში, სადაც მისაღებ ოთახში დედამისი ხვდებათ. დილის 2 საათზე, რომელიც ძალიან უკმაყოფილოა დაუპატიჟებელი სტუმრებით. მოგეთ, ეს არის ისტორია, რომელიც ვიდეოს დასაწყისში მოგიყევით. მოკლედ, დაახლოებით დილის 5 საათზე ჯეისონის სახლის დატოვებას ცდილობენ, მაგრამ ჯუნიორი უეიდი მანქანას ვერ ქოგავს და გადაწყვეტენ უბერი გამოიძახო. და ყველანი ერთად მიდიან კრისტინის სახლში. სტეფანი მხოლოდ ალბათ არის 20 წუთი ნახევარი საათი რჩება და გადაწყვეტს, რომ უკვე სახლში წასვლის დროა და კრისტინი და ჯუნიორი იგივე უეიდი მარტონი რჩებიან კრისტინის სახლში. იმის მოყოლა თუ ზუსტად რა მოხდა სტეფანის წასვლის შემდეგ რთულია. ვიცით ის, რასაც უეიდი შემდეგ თვითონ ყვება და რასაც სასამართლო ექსპერტიზა ადასტურებს. გამთენიისას უეიდი კრისტენის დახრჩობას იწყებს, როგორც ექსპერტიზა ამბობს კრისტენს ეძინა და თავდასხმა მისთვის მოულოდნელი იყო. შემდეგ ხალიჩაში ახვევს კრისტენის ცხედარს და მანქანაში გადაყვანას ცდილობს, მაგრამ ფიზიკურად ვერ ახერხებს, ამიტომ გადაიფიქრებს და მის ცხედარს ბინაში ტოვებს. მიაქვს კრისტინის მობილური, რომელიც Face ID-ით იხსნებოდა ბლოკი ტელეფონზე და კრისტინის გარდაცვლილ სახეს იყენებს ბლოკის მოსახსნელად ტელეფონზე. მიყავს კრისტინის მანქანა და იწყებს მილასთვის რეკვას. კრისტინის ტელეფონით და შეხვედრას თხოვს მანქანის დაბრუნების მიზეზით. მილა ემის დივანზე წევს, ორშაბათი დილა, ყველაზე ნაკლებად ახლა უეიდის ნახვა უნდა, მაგრამ იმასაც ხვდება, რომ დროა ეს საქმე მოაგვაროს და ასრულოს და მანქანა უნდა დაიბრუნოს. და თუ არ შეხვდა უეიდს, ისე არ გამოვა ეს ამბავი. ოღონდ მარტოც არ უნდა რომ შეხვდეს, ამიტომ მიყავს ემაც და ერთ-ერთი სპა ცენტრის პარკინგზე ხვდებიან ერთმანეთს. ემა მილას მანქანაში ელოდება, მილა გადადის და გონია რომ თავის მანქანას დაინახავს. და მიხვდება რომ ოკეი, უეიდია. მაგრამ გვერდით ჩერდება სრულიად უცნობი მანქანა, რომლის საჭესთანაც უეიდი ზის, ეს არის კრისტინის მანქანა, რომელიც მოიპარა მისი მკვლელობის შემდეგ. მილა თავიდან იბნევა, რა თქმა უნდა, არ ელოდებოდა უეიდის დანახვას სამუცხო მანქანაში. უეიდი კარს აღებს და მანქანაში ჩაჯდომას თხოვს, მაგრამ მილა უარს ეუბნება, რაზეც უეიდი მას ძალით ტენის, უფრო სწორად მის ძალით ჩატენებას ცდილობს მანქანის წინა სავარძელში. მილა ეწინააღმდეგება, რაღაც მომენტში უსხლდება ხელიდან. უეიდი გადმოდის მანქანიდან და იჭერს ურტყამს, როგორც მილა შემდეგ დეტექტივს უყვება, რაღაც მომენტში როცა გადაიწია ხელის მოსაქნევად, ამ მომენტში შეძლო რომ გასწდომოდა ხელიდან და იქვე ახლოს მდებარე ოფისის შენობაში შერბი, სადაც შემდეგ შიგნიდან კარს კედა. ამ დროს უკვე ათობით ზარი შედის გაერთიანზე, ემი რომელიც შოკშია და რომელსაც უეიდი ემუქრება რომ თუ მანქანიდან გადმოხვალ, შემდეგი შენ ხარ, შენ მოგკვლავ და მეზობლები, რომლებიც ამ ყველაფერს ხედავენ, პოლიციაში დაკავს რა თქმა უნდა ყველა, უეიდი ხვდება რომ ოკეი, აქ უკვე დარჩენა არ შეიძლება, ჯდება თავის მანქანაში და გარბის. 2 საათის შემდეგ პოლიცია პოულობს ერთ-ერთი რესტორნის ავტოსადგომზე. იმიტომ რომ იქედანაც რეკავენ პოლიციაში რომ წელზემოთ შიშველი, სისხლში ამოსვლილი, იმიტომ რომ მილას ცხვირი გაუტეხა და მილას ცხვირიდან წამსული სისხლით იყო
მოსვლილი მანქანაში ზის ჩვენი რესტორნის წინ. ამიტომ აქ პოლიცია მოდის, იქეთ ის პარკინგზეც პოლიცია არის უკვე მისული და მილას კითხავენ და მეზობლების ჩვენებებს ინიშნავენ და ოფიცერი ცდილობს რომ როგორმე, ასე ვთქვათ, გააჩეროს უეიდი, რომელიც მანქანაში ზის, ზუსტად წინ უჩერებს პოლიციის მანქანას, მაგრამ მარტოა ოფიცერი, ამიტომ ელოდება თავის პარტნიორს. რაღაც კითხვები მაქვს შენთან, ჩემს პარტნიორს ველოდები და იქამდე მანქანის გასაღები მომეცი. რაზეც უეიდი სასტიკ უარს ეუბნება, რომ არაფერი დაუშავები, ანუ მოკეთ, რა თქმა უნდა, მაშინ კამათს იწყებს პოლიციის ოფიცერთან. და პოლიციის ოფიცერი აფრთხილებს სხვათა შორის, ვიცი რომ პრობაციაზე ხარ და საქმეს ნუ გაირთო. და ამის პასუხად უეიდი, ანუ და წარმოგიდგენთ, რომ ეს პოლიციის ოფიცერი მძღოლის, ანუ კარის გვერდით დგას გარედან. წინ პოლიციის მანქანაა ჩაყენებული. გვერდით მანქანები არ დგანან. უეიდი ფანჯარას წევს, აიგნორებს პოლიციის ოფიცერს, ქოკავს მანქანას და მიდის. სანამ ეს პოლიციის ოფიცერი მანქანაში დაბრუნდება, მანქანას დაქოკავს, მოაბრუნებს, უეიდი უკვე წასულია. მანქანით მიდის, როგორც თვითონ ამბობს თავისი მეგობრის ჯოშუას კოპიშოპში, ქსევ-ქსევს მაღაზიაში, რომელიც რამოდენიმე ბლოკის მოშორებითაა, მაისურის გარეშე სისხლიანი და დახმარებას თხოვს. ქალაქიდან უნდა გავიქცევ, რადგან პირდაპირ ეუბნება ჯოშუას, რომ ესეთი რაღაცები გავაკეთეთ დღესო, ვიღაც მომკალია პირდაპირ, როგორც მე თვითონ ჯოშუა ყვება. დაკითხვის დროს ეს ჯოშუა უეიდი ამბობს, რომ ჩემს მეგობართან წავედი დასხმარების სათხოვნელად და ჯოშუა თავს იგიჟებს სასამართლოს, რომ არა ვარ მე ამ კაცის მეგობარი, სამჯერ მყავს უნარახიო. ყოველ შემთხვევაში მიდის ჯოშუასთან დახმარების სათხოვნელად, ჯოშუა შოკშია, გადის, ანუ მიდით რომ დაგეხმარები, თავის ოფისში გადის და მაშინვე პოლიციას ურეკავს და უყვება რომ მისი ნაცნობი მოვიდა სისხლში ამოსვლილი და უყვება რომ ვიღაც მოკლა და ძალიან შეშინებულია და ოპერატორი პირდაპირ ეკითხება, რა ქვია უეიდ ვილსონი? კი, ეგრე ქვია. ანუ უკვე ქალაქის მთელი პოლიცია ეცებს. მაგრამ უეიდი ხვდება რომ ჯოშუა მის დახმარებას არ აპირებს და გარბის. მანქანას ტოვებს, კრისტინის მანქანას ტოვებს და ფეხით გარბის. მაგრამ სანამ ჯოშუამდე მივიდოდა, გზაში კიდევ ერთ მკვლელობას ჩადის. უეიდი გაქცეულია, ეძებენ, როცა 9:01 წესარი შედის, რომ 53 წლის დაიანი სამსახურში არ გამოცხადდა. მისი სახლის მახლობლად, რომელიც პარკინგიდან სადაც დილით ინციდენტი მოხდა, დაახლოებით რამოდენიმე ბლოკის მოშორებითაა, დაიანის ზურგჩანთა იპოვეს. მისი ტელეფონის გარეშე და მისი საქმრო პოლიციაში რეკავს და დახმარებას თხოვს. არავინ იცის სადაა დაი. ამ დროს პოლიცია უკვე ამოწმებს პარკინგზე დატოვებულ მანქანას, რომელიც ჯოშუას მაღაზიის წინ დატოვა უეიდმა და იქეთ მილას კითხავენ, ოღონდ ეს სხვა განყოფილებაში ხდება. და როცა ირკვევა, რომ მანქანა ქრისტინს ეკუთვნის, რა თქმა უნდა, მაშინვე მის მისამართზე მიდიან შესამოწმებლად. არს სამწუხაროდ არავინ აღებს, ამტვრევენ და ქრისტინის ხედავს პოვა. ამ დროს მილა უკვე განყოფილებაში ყავთ დაკითხვაზე და ძალიან ძიმე კადრებია, როცა დეტექტივი ეუბნება მილას, რომ მანქანის, რომლითაც ამ დილით უეიდი იყო მოსული, მე პატრონე გარდაცვლილი ვიპოვეთ. But I'm going to be straight up and honest with you. We do have a body. Okay? Oh my God, So stop it. this is a homicide Are you really investigation. serious? Is it that girl? We don't know. We don't know. თანიცდის ძალიან რომ შემძლებოდა ამ დილით როგორმე მისი შეჩერება იქნებ გადამერჩინა ქრისტინიო, მაგრამ დეტექტივი ოფსეს რომ უკვე ჩადენილი ქალბიდან თან მელაყვება წინაღამით ბუდაპეშტში მომხდარი ისტორიის შესახებ. ამ დროს ქრისტინის ემერჯენსი კონტაქტსაც უკავშირდებიან, რომელიც ემა არის, ვისთან ერთადაც ქრისტინი იგივე ბარში იყო წინაღამეს და ისიც დაახლოებით იგივე ისტორიას ყვება, რომ ესე ორი ტიპი გაიცნეს, ვისთან სახლში იყვნენ წასული, შემდეგ ქრისტინი და ანუ თანათან აწყობს პოლიცია მომხდარი ამბის თანმიმდევრობას. მაგრამ ორ დეტექტივს, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ, ეჭვი აქვთ, რომ მესამე ქალის დაიანის რამოდენიმე საათის წინ გაუჩინარებაც შეიძლება ამ საქმესთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ძალიან ისეთი თემა კი ტერიტორიულად საკმაოდ ახლოს ხდება ეს ყველაფერი ერთმანეთთან, მაგრამ მაინც ვერ იტყვიან ესე პირდაპირ, რომ უეიდს აქვს რაღაც კავშირი დაიანის გაუჩინარებასთან. თუმცა მილას დაკითხვის დროს ეს დეტექტივი მილას ეკითხება, რომ თუ შეიძლება რომ შენი ტელეფონი შევამოწმოთ. და მილას ტელეფონზე პოულობს დაკარგული დაიანის ტელეფონიდან შესულ ზარებს. როცა მილა და დაიანი არ იცნობენ ერთმანეთს. ანუ ქრისტინის ტელეფონიდან ხომ ურეკავდა, შემდეგ დაიანის ტელეფონიდანაც ურეკავდა. აქ ნახთელი ხდება, რომ უკვე მესამე სხვაყელს ეძება. იმავე დღეს 7 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე უეიდი მამამის ურეკავს და მომხდარი შესახებ უყვება და დახმარებას თხოვს. როგორც მამამისი შემდეგ ჩვენებაში ყვება, უეიდმა დეტალურად, საკმაოდ მხიარულად სიცილით მოუყვა რა გააკეთა იმ დღეს, როგორ დაახრჩო ქრისტინი თავისივე საწოლში, რადგან თავში რაღაც ხმები ეუბნებოდა, რომ მოკალი,
შემდეგ მილას მოკლაც უნდოდა, მაგრამ ხელიდან დაუსხდა მილა, ამიტომ გადაწყვიტა, არა უშავს, მილა თუ არა ვინმე სხვას მოკლავო. თხელ უკვე ჩადენილი ქონდა მკვლობა და აწი მისთვის აღარ ქონდა მნიშვნელობა, კიდევ რამდენ ადამიანს მოკლავდა და სწორედ ამ დროს დაინახა ტროტუარზე მარტო მიმავალი დაიანი, რომელიც ბარისტად მუშაობდა და სამსახურში მიდიოდა და გზის კითხვის მიზნით გამოელაპარაკა და ძალით თუ მოტყუებით თვითონ როგორც ყვება ძალა არ გამოუყენებია. დავჯერეთ ახლა უცებ ხო, მაგრამ თვითონ როგორც ყვება ძალა არ გამოუყენებია და დაიანი თავისით ჩაუჭრა მანქანაში და მანქანაში ჩაჭრომის შემდეგ იწყებს დაიანის დახრჩობას. როგორც მამის უყვება ძლიერი უნდა ვთქვა, უნდა ვაღიარო, რომ გამიძალია და ძალიან იბრძოლა თავის გარასარჩენ. ამ დახრჩობის პროცესში დაიანი გონებას კარგავს, უეიდს გონია რომ მკვდარია, მოკლა და შემდეგ ნაბიჯია გვამის მოშორება. ამისთვის მიდის Cape Coral-ში, Island Road-ზე, ეს არის ქუჩა, ბევრი გამწვანებით, ბუჩქებით, ხეებით ადგილები, სადაც გვამის დამალვა შეიძლება და დაიანის ხედარს იქ აგდებს მანქანიდან. მაგრამ როგორც მამამის ეუბნება მანქანიდან გადმოგდების შემდეგ ხვდება რომ დაიანი კიდევ სუნთქავს. მიხვდა რომ არ იყო ჯერ მკვდარი. ამიტომ მიწაზე დააწვინა და მანქანით რამოდენიმეჯერ გადაუარა, როგორც თვითონ თქვა, სანამ სპაგეტს არ დაემსგავსა. მამამისი ეკითხება სათხარო, უბერს გამოგეგზავნი და ჩემთან მოდი და მე დაგეხმარებ. და უედიც ეუბნება რომ ვიღაცის სახლშია. სხვათა შორის საკმაოდ ახლოს. ვიღაცის სახლში არის შეჭრილი, მე პატრონები არ არიან სახლში და იქ მოეწყო. გამოიცვალა, შხაპი მიიღო, პოპკორნი გაიკეთა და ტელევიზორს უყურა. მამამისი მაშინვე პოლიციაში რეკავს და უეიდის ადგილსამყოფელს ატყობინებს და უბერის ნაცვლად პოლიცია მოდის, რომელიც აპატიმრებს უეიდს და წინასწარ-პატიმრობაში გადაყავს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ათქმევინონ სად არის დაიანი. ან მისი ცხედარი. იციან რომ ცოცხალს ვეღარ იპოვიან, მაგრამ უეიდი ხმას არიხებს და ყოველგვარ კავშირს უარყოფს დაიანი. არაფერი არ იცის და ყოველგვარ თანამშრომლობაზე უარს ამბობს. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ხარას მე თქვენ მოგიყევით. ერთ დღეს შეხდება. დილის შემთხვევა, მილას შემთხვევა, ინციდენტი ხდება სადღაც ალბათ დილის 9 საათზე 10 წუთებს. ანუ სადღაც 10-11 არ ვიცი რა ქონდა ასეთი მიღებული. აი ეს ყველაფერი ხდება სადღაც 10-11 საათში. დაიანის ცხედრის ძიება გრძელდება, როცა 10 ოქტომბერს ციხეში მამამისი აკითხავს უეიდს და ძალიან ემოციურად ელაპარაკება დაიანის შვილის შესახებ, რომ მას დედამისი სჭირდება, რომ ყველა ეძებს, რომ ეს არასწორია, რომ ეს მას არაფერს მოუტანს, მაინც იპოვიან, ამიტომ ჯობია რომ დროულად ითანამშრომლოს და დაეხმაროს ოჯახს დაიანის დაბრუნებაში. მოკლედ, არ წმუნებს მამისი, რომ ითანამშრომლოს პოლიციასთან. საინტერესოა, რომ მაინც მამისი აღმოჩნდა ის ერთადერთი ადამიანი, ვისი ნათქვამიც დაიჭერა. მაგრამ 11 ოქტომბერს შემთხვევიდან მეოთხე დღეს პოლიციის ოფიცრები, რომლებიც დაიანის ცხედარს მთელს ქალაქში ეძებენ, უფრო სწორად მისი ტელეფონის GPS მიყვებიან, იმიტომ რომ უეიდმა ხომ დაიწყო დაიანის ტელეფონის გამოყენება და მილას უარეკავდათ. მოკლედ, მიყვებიან ამ GPS და მიდიან Island Road-ზე და ბუჩქებში პოულობენ დაიანის ცხედარს, რომელიც სასამართლო ექსპერტიზის ცნობით ხელით გაგუდეს და გარდაცვალების შემდეგ სექსუალურად იცავდეს. და უეიდის სპერმის და დნმ-ის კვალიც იპოვეს დაიანის ცხედარზე. მაგრამ უეიდმა არ იცის ამის შესახებ, არ იცის რომ დაიანის ცხედარი იპოვეს. და როცა დეტექტივს უთანხმდება დავილაპარაკოთ. ესენი რა თქმა უნდა თანხმდებიან, მაგრამ მოთხოვნა აქვს უეიდს. კარტოფილი ფრი და ბურგერი. კარტოფილი ფრის და ბურგერის სანაცვლოდ გეტყვით სად იპოვით დაიანის ცხედარს. მოკლედ დააჯინეს, ალაპარაკეს და მერე ფასტ-ფუდიც არ გამოუცხეს. 2019 წლის 19 ნოემბერს უეიდ უილსონს ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის ორმაგ გლოვაში, რაც ფლორიდის შტატში სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. მაგრამ სასამართლო პროცესი კორონას გამო ძალიან გაიწელა, მხოლოდ 2024 წლის ივნისში, თითქმის 5 წლის შემდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი. იქამდე წინა საპროცესო მოსმენები მიმდინარეობდა, მაგრამ უშუალოდ პროცესი საკმაოდ გვიან დაიწყო. 2024 წლის 27 აგვისტოს ნაფიც მსაჯულებმა უეიდი დამნაშავედ ცნო და მოსამართლემ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მაგრამ ეს ისტორია, მგონიათ რომ აქ დამთავრდა, ძალიან მოულოდნელად გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც უეიდის სახეს საინფორმაციოებში აჩვენებენ და მისი საქმე ხმაურდება. და ფანები უჩნდება. კი ბატონო. აი, ამ ადამიანს ფანები გამოუჩნენ ინტერნეტში. ძირითადად სოციალურ მედიაში, TikTok-ზე და ძირითადად ქალები.
რომლებიც მისი სიმპათიურობით და შარმით აღფრთოვანებულები არიან და ფიქრობენ, რომ უეიდი უდანაშაულოა, რომ ის კორუფციული სისტემის მსხვერპლია. მის Instagram და TikTok გვერდებს ქმნიან ფანები, რომელსაც მის ფანები მართავენ და უეიდს აღმერთებენ. ნახავთ მის მაგშოტის ფოტოებს, ვიდეო კოლაჟებს, მონტაჟებს ფოტოებით და ვიდეოებით სასამართლო დარბაზებიდან. ჯოკერს ეძახიან სტატუს გამო, რაც ძალიან საინტერესო, რომ სტატუები 2019-ში არ. ეს სვასტიკა და რაღაცები რაც აქვს სკალპზე და სახეზე დახატული. ეს ყველაფერი არ ქონდა 2019-ში. ეს არის ციხეში გაკეთებული სტატუები და ჩემი აზრით ძალიან უხარისხო სტატუები. ბევრი არ მესმის სტატუების, მაგრამ ძალიან უხარისხოთ. ანუ შინაარზე ხო არ ვამბობ, მაგრამ ტექნიკას რო შევხედოთ, ძალიან უხარისხოთ გაკეთებული სტატუები და ეს ყველაფერი გაიგეთა სასამართლო დარბაზში მისვლამდე. ანუ ხო იცი რომ სასამართლო პროცესი გელოდება. და მისი ფანები მერე ფულს უგროვებდნენ ინტერნეტში კოსმეტიკისთვის და მაკიაჟისთვის, რომ ეს სტატუები დაეფარა სანამ მოსამართლის წინაშე წარსდგება. და ასევე რომ კოსტუმი რომ ეყიდა და ფორმაში ყოფილიყო სასამართლოში. ფან ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც ფულს აგროვებენ, $100 აგროვებენ იმისთვის, რომ უეიდ ვილსონს დაეხმაროს. ვიდეო არსებობს უეიდის ადვოკატის სახე ჩანს ამ ვიდეოზე, როცა მის სტატუსს უყურებს. გვერდით უზეს. მის ადვოკატსაც კი არ შეუძლია მოაქვს სატანა. სხვადასხვა მეორე ადვოკატი ყავს კიდე ქალი ადვოკატი და ნუ ამაზე ხო მთელი რომანსი შექმნეს ინტერნეტში, რომ ვითომ რაღაც რომანტიკული ურთიერთობა გამოიყვანეს ამ ქალი ადვოკატის და ამ ქალ ადვოკატს და უეიდს შორის, რაც იმდენად გულისამრემ დამაზრზენია, რომ არც ვიცი, არც მინდა ამაზე ლაპარაკი, ნათალი რა გითხრათ. 100-ობით წერილს იღებს ციხეში ქალებისგან, რომლებიც ფულს უგზავნიან და ასევე თავიანთ შიშველ ფოტოებს, იმიტომ რომ ხა 100-ობით ქალი რო წერს რაღაცით ხომ უნდა გამოირჩეოთ, რომ შენზე ყურადღება შეაჩეროს ხალხად და უკან მოგწეროს თუ დაგირეკოს თუ მოკლედ. ნუ ზარებიც ხო აქვთ და სიცილკის კისით ხო ლაპარაკობს ამ უცხო ქალებთან და ასე შემდეგ და განიხილავს თავის საქმეს და რამდენად უდანაშაულოა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს წერილები განსაკუთრებით გახდა კიდე მედიის სალაპარაკო თემა და ეს შიშველი ფოტოები, რომლებიც იბლოკება. იმიტომ რომ არ შეიძლება ციხეში ასეთი რაღაცების, რა დავარქო, პორნოგრაფიის შეტანა და ანუ იბლოკება და აქედან გამომდინარე გახდა ცნობილი რა რაოდენობის მსგავს წერილებს იღებს. ასევე პოემებს უძღვნიან, ლექსებს უძღვნიან და ხელმოწერებს აგროვებენ, რომ მისი სასიკვდილო განაჩენი გაუქმდეს. დედპულის მკვლელს ეძახიან ზედმეტ სახელად დედპულის მკვლელი შეარქვეს, რადგან დედპულს ვისაც გაქვთ სერიალი ნანახი, უეიდ ვილსონი ქვია მთავარ გმერს. ანუ სახელი არის იმისიც უეიდ ვილსონი. და აქედან გამომდინარე დედპულის მკვლელი შეარქვეს, ან ჯოკერი სტატუდან გამომდინარე ძირითადად ამ ორი სახელით იპოვით. ასევე განსაკუთრებით სალაპარაკო თემა გახდა ინტერნეტში Netflix-ის დოკუმენტურის შემდეგ მისი საქმე, What's Ex Eva. ყველაზე ცუდი ყოფილი. ეს არის ანუ მხოლოდ უეიდს არ ეძღვნება, ეს არის დოკუმენტური სერიები. თუ სწორად მახსოვს, 2 სეზონია აქამდე გამოსული და მეორე სეზონის ერთ-ერთი სერია ეძღვნება უეიდს. ანუ თითო სერიაში ყვებიან თითო ისტორიას. და მეორე სეზონის ერთ-ერთ სერიაში მოხდა უეიდის საქმე. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო და ძიმე სერიალი, თუ ვინმე ახალი ურთიერთობის დაწყებას ფიქრობდით, უყურეთ. ამ სერიალს უცებ გადაიფიქრებთ. უცებ შეგიყვარდებათ თქვენი მარტოხელა ცხოვრება თავიდან. და ნუ ამ დოკუმენტურში ისაუბრეს უეიდის საქმის შესახებ და ეს ადამიანები, რომელთა ისტორიებიც მე მოგიყევით ახლა ამ ვიდეოში, თუ ორიგინალში გინდათ მათი ისტორიების მოსმენა, ყველანი აძლევენ ინტერვიუს Netflix და იქ შეგიძლიათ მოისმინოთ მათი ისტორიების შესახებ უშუალოდ მათგან. ასევე Paramount-ს აქვს კიდევ ცალკე დოკუმენტური. მოკლედ, საკმაოდ ისეთი სალაპარაკო თემა გახდა, სანამ თვითონ სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას ელოდება, უცებ ინტერნეტ ვარსკვლავად იქცა. მაგრამ ბოლო დროის ფოტოები, რაც გამოვიდა ციხიდან, ანუ Zoom-ის ონლაინ ვიდეოზარების გაკეთება შეიძლება, ტაბლეტები აქვთ და ამ ტაბლეტებზე ფოტოს გადაღებაც შეიძლება და ბოლო ფოტოები, რაც გავრცელდა, ვეღარ არის ფორმაში. შეხვეული თავით, დასიებული სახით, ჩაცვენილი კბილებით. არ ვიცი ამ ფოტოების შემდეგ რამდენი ფანი დაკარგა, მაგრამ მათ ისეთ ფორმაში ვეღარ არის, როგორშიც 2019-ში მოეშვა ეთყობა. არ ვიცი. სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას რაც შეეხება, ეს წლები შეიძლება გაგრძელდეს. სუსტი თარიღი ჯერ არ აქვთ. შეიძლება კიდევ წლები იჯდეს მკაცრი ზედამხედველობის ციხეში ფლორიდაში. არ ვიცი, ფანები რამდენად შემორჩება წლების შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით სარგებლობს ამ თავისი TikTok-ის ვარსკვლავი მკვლელის სტატუსით.
ამ ისტორიის მოყოლა განსაკუთრებით მინდოდა გარდა იმისა, რომ თქვენგან ერთ-ერთი მოთხოვნადი თემა იყო, იმიტომაც რომ ეს არის სრული ისტორია ადამიანის, რომელსაც TikTok-ზე ფანები ყავს. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ეს ისტორია არ გაქვთ მოსმენილი. ამ მსხვერპლების ისტორიების შესახებ არაფერი იცით და ვიღაც ტვინ გამორეცხილი ფანის ვიდეოს გადააწყდით TikTok-ზე, რომელიც ამტკიცებს, რომ უეიდ ვილსონი უდანაშაულოა, ტყუილად ზის ციხეში, კორუფციის მსხვერპლია. ეჭვი გიჩნდებათ, მართლა ეჭვი გიჩნდებათ, რომ მართლა ჩაიდინა თუ არა ეს საშინელი დანაშაული ამ ადამიანს. წარმოიდგინეთ მსხვერპლის ოჯახების მდგომარეობა, რომლებიც მსგავს ვიდეოებს და კომენტარებს აწყდებიან ინტერნეტში ყოველდღიურად, რომ მათი საყვარელი ადამიანების მკვლელს ფანები ყავს, რომლებიც პლაკატებით დგანან და მის გათავისუფლებას ითხოვენ. რაც ფულს უგზავნიან ციხეში, რომ იმას იქ არაფერი მიაკობეს. და აქვე TCC True Crime Community-სთან მინდა კიდევ პარალელის გავლება, რომლის შესახებაც წინა ვიდეოში გესაუბრეთ, როცა თინეიჯერების შესახებ საუბრობდით, თუ არ გინახავთ ეგ ვიდეო, გირჩევთ ნამდვილად იქ უფრო დეტალურად ვისაუბრეთ ამ კომუნიტის შესახებ და რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ინტერნეტის ბნელ მხარეს მოხვდეთ და მისი გავლენის ქვეშ მოიქცი. ზუსტად ასეა. მსხვერპლი გადადის უკანა ფონზე და არ ვიცი, ამ ტიპის სიმპათიურობა ფარავს მის ძალადობას და იმას, რაც ჩაიდნენ. ჯერჯერობით ამ სიმპათიურობას კიდე რაც შეხვდა. არ დაობენ გემოვნებაზეო და კარგით, ნუ ვიდავებთ. უედის მსხვერპლებს, რაც შეეხება მათ, ვინც ვერ გადაურჩა მის ძალადობას და მათაც, ვინც გადარჩენა შეძლეს, ბევრი ადანაშაულებს ამ ადამიანებს, ბევრმა ძალიან დიდი აგრესია მიიღო ინტერნეტში, კელიმ განსაკუთრებით, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ხმა მოიღო და ხმამ ახლა დაიწყო საუბარი ინტერნეტში ამ საქმის შესახებ, მას შემდეგ რაც პოლიციამ თავის საქმე არ გააკეთა. ვფიქრობ, მსხვერპლის დადანაშაულება ყოველთვის იგონი. რომ გაიგოთ კიდევ რამდენად დიდი გავლენა ქონდა უეიდს ამ ადამიანებზე და რამდენად იყვნენ მისი ისე გავლენის ქვეშ. კრისტოფი ხო გახსოვთ კარნავალზე რომ მუშაობდა, იქ რომ გაიცნო უეიდი. იმ შემთხვევის შემდეგ, იმ ძალადობის შემთხვევის შემდეგ, კრისტოფი ისევ ურიგდება უეიდს. რაღაც პერიოდი კიდევ ერთად არიან, კიდევ აძლევს შანსს. მაგრამ თვითონ როგორც ყვება ინტერვიუში, მერე იგებს, რომ უეიდი ყველას უყვება, რომ ის და კრისტოფი პარტნიორები კი არ არიან, არამედ ბიძაშვილები არიან და ამიტომ ცხოვრობენ ერთად. და ეს აღმოჩნდება მისთვის ზღვარი. ამის გამო შორდება. ანუ ეს პიკი, ბოლო წვეთი, ყველასთვის ერთნაირად არ მოდის და არ ფუნქციონირებს. თან ფიქრობ ძალიან დიდი გამბედაობაა საჭირო, რომ გამოხვიდე და ასეთი ისტორია ხმამაღლა ყველას გასაგონად მოყვე. წარმოიდგინეთ, გაიხსენეთ თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა. ყველაზე მეტად რომ გედგინათ, ყველაზე მეტად ისი ბრწყენიათ ალბათ. მოგატყილეს შენი გულუბრყვილობით ისარგებლეს. და ამაზე ხმამაღლა მოყვე ჩართული კამერების წინ. დიდი გამბედაობაა საჭირო. მეტ ადამიანს უნდა მივცეთ ამისი мотиваცია, რომ ხმა მოიღონ და ხმამაღლა მოყვნენ მსგავსი ისტორიები, რომ უედის მსგავს ადამიანებს ნაკლები შანსი დაუწყოთ. და ბოლოს მაინდა-მაინც მორალი რომ არ წავიკითხო, მაგრამ მაინც შევეხო ამ თემას, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის ასეთი ისტორიის შემდეგ. პატარა მეგობრული შეხსენება, რომ როცა ადამიანები თავიანთ რეალურ სახეს გაჩვენებენ და დამიჯერეთ გაჩვენებთ, თუ დააკვირდებით. სიმთვრალეში იქნება, კამათის დროს იქნება, ცხოვრებისეულ რთულ სიტუაციებში იქნება, რაც არ უნდა იყოს. ყველასთვის შეიძლება ინდივიდუალური და სხვადასხვა სიტუაცია აღმოჩნდეს ეს. როცა ადამიანები თავიანთ რეალურ სახეს გაჩვენებენ, დაუჯერეთ. დაიჯერეთ. კი, სინამდვილეში ეგეთები არის. ვერ გადაწონით ძალადობისკენ მიდრეკილებას და დამოკიდებულებას მით უმეტეს. ასე არ იკურნება ასეთი რაღაცები. აქ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გვაქვს საქმე. და ეს ძალიან საშიში შეიძლება გახდეს თქვენთვის. მთელი ცხოვრება იმაზე ვერ იზრუნებთ, რომ ის ერთი ადამიანი არ გააღიზიანო. ის ერთი ადამიანი ბედნიერი იყოს. არაა ცხოვრება ასე მოწყობილი. სულ ბედნიერი იყო და სხვა სულ ბედნიერი გახადო. თუ გაქვთ ეგეთი ცხოვრება, მიხარია ძალიან თქვენს გამო, მაგრამ რეალობა ცოტა სხვანაირი არა? როგორც კი რამე შეგეშლებათ, შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ ეგ ერთი შეცდომა. დღესთვის სულ ეს იყო, გელოდებით კომენტარების სექციაში, გამიზიარეთ თქვენი აზრი ამ საქმის შესახებ, რაც ფიქრობთ უეიდის პოპულარობის შესახებ ინტერნეტში, რა შეგვხედრიათ ამ თემაზე და რას იცნობდით, რამდენად კარგად იცნობდით დეტალებს ამ საქმეზე, რომ ამდენი მსხვერპლი ყავდა ადამიანს, რომელსაც ფანები ყავს ინტერნეტში. მე შემდეგ ვიდეოში გნახავთ, იქამდე კი თავს გავუთხდეთ.